გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. კონტე კვარაცხელია შემცვლელი სიებაში. ხვიჩას მომავალი ნათელი ხდება. სიუზივაძის ტრანსფერი ბუნდესლიგაში და ქართველის პირველი კომენტარი. რატომ არის შაკვეტაძის პრემიერ ლიგაში ტრანსფერი გარდაუვალი? ვიდეოს დაწყებამდე კი მინდა მოგილოცოთ ახალი 2025 წელი. ჩვენ კი შევეცადოთ რომ ეს წელი აქტიურად დავიწყოთ და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე არ დაიზარო არხის გამოწერა, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს 80,000 გამომწერს. ყველას მადლობას გიხდით, ვინც ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა თვალისწინა და მოდი დავიწყოთ. გულიაშვილი ოლიმპიაკოსში ახალი ცნობა ქართველ ფეხბურთელზე. ბერძნული მედიის ინფორმაციით პირეოსის ოლიმპიაკოს სარაევოს ქართველი შემტევის გიორგი გულიაშვილის დამატება სურს. ბერძნული წყაროები კი ინფორმაციას ვებგვერდ ტრანსფერფიდზე დაყრდნობით ავრცელებენ. გულიაშვილი, რომელმაც გასული თვის ბოლოს ახალი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, მიმდინარე სეზონში არაერთი კლუბის რადარზე მოექცა. ტუტომერკატო ვებმა ქართველი ფეხბურთელის სერიას ბოლონიას დაუკავშირა. ხორვატიულმა წყაროებმა ზაგრების დინამოს და ჰაიდუქს და ზოგადად ბოსნიის ჩემპიონატს ბევრი სკაუტი ესწრება. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის მიმართ დიდი ინტერესია. ასევე გეტყვით, რომ ტრანსფერის წინ კონტრაქტის გახანგრძლივება მიღებული პრაქტიკაა, რადგან ასეთ შემთხვევაში კლუბი ფეხბურთელს მაქსიმალურად სარფიანად გაყიდის. შესაბამისად არსებობს დიდი შანსი, რომ უახლოეს მომავალში ქართველი ფორვარდი ახალი კლუბის მაისურით ვიხილოთ. ინტერესი სხვა იტალიური გუნდიდან ლოჩოშვილის კრემონეზეს დატოვება სურს. იტალიური მედია ქართველი ფეხბურთელის შესახებ ახალ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა სპორტ კვიტიდიანო იუწყება, რომ კრემონეზეს რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა ესაჭიროება. ერთ-ერთი პირველი წამსვლელი კი სწორედ ლოჩოშვილია. ამავე წყაროს ინფორმაციით ლუკას გადაბირება სერია ბ-ს კიდევ ერთ ბინადარს მოდენას სურს. ამ ტრანსფერზე კი სპორტული დირექტორი სიმონე ჯიაკეტა მუშაობს. კრემონეზეს კი ფეხბურთელის გაშვება ძალიან ეჩქარება და არ არის გამორიცხული, რომ ჯვალოსნების უკანახაზელი უახლოეს პერიოდში სხვა გუნდში ვიხილოთ. ასევე გუნდიდან წასვლის წინააღმდეგი არც თავად ლოჩოშვილია, რადგან მას მიმდინარე სეზონში საკმაოდ ცოტა სათამაშო დრო ეძლევა. რეალში ან ბარსაში წავა და ყველაფერს გაანადგურებს. საინტერესო კომენტარი მიქაუტაძის შესახებ. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ადილ რამიმ ტვიჩში საკუთარ არხზე გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. მისი აზრით კი ქართველი ფორვარდი ტოპ კლუბში თამაში იმსახურებს. ვაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ მიქაუტაძე დიდი ევროპული კლუბების დონეზეა? ევროპის ტოპ 10 კლუბს გულისხმობ. ახლა ბარსაში ლევანდოვსკია. გვპირდებით, რომ მიქაუტაძე ისეთ გუნდში წავა, როგორებიც რეალი და ბარსელონა არიან და იქ ყველაფერს გაანადგურებს. ასევე ასეთი დონის კლუბებში ისეთი თანაგუნდელები ეყოლება, რომლებიც პასებს უმაღლეს დონეზე ასრულებენ. თუ ასე მოხდა, რას მეტყვით? მეტყვით, რომ ადილ შენ გენიოსი ხარ. ის კარგად პროგრესირებს და მისი ადგილი ტოპ დონის კლუბშია, განაცხადა ადილ რამიმ. უმაღლესი დონისთვის მზად არის. პრემიერ ლიგის ვებგვერდი ჩაკვეტაძის შესახებ წერს. გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ ბრიტანეთში ინტერესი სულ უფრო იზრდება და ქართველი გამთამაშებლის შესახებ ბევრი ცნობილი გამოცემა თუ სპეციალისტი წერს. უკვე ნათელია, რომ ვოტფორდი პრემიერ ლიგაში ვერ აღზევდება. ჩაკვეს კი ჩემპიონშიპში რა თქმა უნდა არავინ გააჩერებს. ამჯერად კი პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს სტატიას, სადაც საუბარია ჩემპიონშიპში მოთამაშე 5 ვარსკვლავზე, რომლებიც პრემიერ ლიგაში სათამაშოდ მზად არიან და ამას იმსახურებენ. საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ჩაკვეტაძე ვოტფორდის კომაგებს ყოველჯერზე აღამთოვანებს, როცა ბურს იღებს. 25 წლის ფეხბურთელი ყოველთვის ახერხებს ერთი მეტოქის ჩამოშორებას და სახიფათო მომენტების შექმნას. ჩაკვეტაძე, რომელიც სათამაშო სტილით უფრო შემქმნელია ვიდრე ბომბარდირი, მიმდინარე სეზონში 49 საგოლე შანსი შექმნა. ამასთან ერთად მას 45 საკვანძო პასი აქვს შესრულებული და მხრივ ლიგაში ლიდერია. ქართველი ნახევარმცველი შრომის მოყვარეობითა და გუნდური მუშაობით გამოირჩევა. ის პრესინგშიც კარგად არის ჩართული და ბურცას ხშირად იბრუნებს. მისი მთავარი უნარი კი მომენტების შექმნა, რაც მის მიმართ ინტერესს ერთიორად ზრდის. ამიტომ ბუნებრივია, რომ პრემიერ ლიგის კლუბები ჩაკვეტაძის გაფორმებით დაინტერესებულნი არიან. იმ ნიჭიდან გამომდინარე, რომელიც მას აქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი უმაღლეს დონეზე სათამაშოდ მზად არის. წერია სტატიაში. მე კი გეტყვით, რომ ჩაკვეტაძის შეძენის სურვილი პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბს აქვს. ასევე დაიწერა ევერტონის შესახებაც. ამიტომ აშკარაა, რომ ვოტფორდს მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. თუმცა შედგება თუ არა ტრანსფერი იანვარში, ამის თქმა ძალიან რთულია. ქოჩოლაშვილი ახალი კლუბის ამიზნეში. თურქული გამოცემის ტაკა გაზეტის ცნობით, ტრანსბოსპორი ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და საამისოდ რამდენიმე კანდიდატი უკვე შერჩეულის ყავს. წყაროს თანახმად თურქული კლუბი ლიონიდან კორენტინ ტოლისოს და ლევანტედან გიორგი ქოჩოლაშვილს უმიზნებს. აღსანიშნავია, რომ ტრანსბოსპორი აქამდე მხოლოდ ტოლისოს აკვირდებოდა. მათი მიზანია იანვარში შემადგენლობა გააძლიერონ. თუმცა ბოლო დროს სიაში ქოჩოლაშვილის გამოჩნდა, რომლის შეძენა თურქულ კლუბს გაცილებით მარტივად შეეძლება. აღსანიშნავია, რომ თურქები ტოლისოსთან და ლიონთან კონტაქტს განაგრძობენ, თუმცა ამასთან ერთად ქართველი ნახევარმცველის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ. მე კი გეტყვით, რომ ქოჩოლაშვილის კონტრაქტი ძალაში 2027 წლამდეა. მისი სატრანსფერო ღირებულება კი 4 მილიონი ევროა. ხოლო როგორც ცნობილი ხდება, ტრანსბოსპორისთვის ლევანტეს მოთხოვნები მისაღებია და უახლოეს დღეებში შესაძლოა
შესაძლოა ოფიციალური შეთავაზებაც ვიხილოთ. ამიტომ ნახოთ თუ კიდევ რა სიახლე გავრცელდება ამ სატრანსფერო საგასთან დაკავშირებით. ბუდუს ტრანსფერი ბუნდესლიგაში და ქართველის პირველი კომენტარი. სიუზივაძის ტრანსფერი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის მოულოდნელი სიხარული აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების 30 წლის ფორვარდმა სეზონის პირველ ნახევარში მეორე ბუნდესლიგაში ნაჩვენების შთამბეჭდავი თამაშით უმაღლესი ლიგის კლუბების ყურადღება დაიმსახურა. ყოველს კი ჰაიდენჰაიმმა აჯობა და ქართველ თავდამსხმელთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. ბუდუს ახალი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე კი მის შესახებ შემდეგი სტატია გამოქვეყნდა. დავიმატეთ ფეხბურთელი, რომელიც კალსრუეს წამყვანი ფიგურა და მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავის ლიდერი გახლდათ. ბუნებრივია, ვერანაირად ვერ იქნებოდა ამ ტრანსფერის განხორციელება მარტივი, მაგრამ როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელებმა მაქსიმალურად მოინდომეს. ქუთაისში დაბადებულმა ზივზივაძემ კარიერა თბილისის დინამოს აკადემიაში დაიწყო და თითქმის ყველა ასაკობრივი გუნდის გამოვლის შემდეგ თავარ გუნდში მისი დებიუტი შედგა. მისი ბოლო გაჩერება კი კალსრუე გახლდათ, სადაც ალბათ ყველაზე კარგი პერიოდი აქვს გატარებული. ასევე ბუდუს უდიდესი როლი მიუძღვის საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაში, რადგან ლუქსემბურგელებთან UEFA-ს ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ახლა ამ გუნდის მის გარეშე წარმოდგენა შეუძლებელია. წერია სტატიაში. ამასთან ერთად ბუდუმ ტრანსფერის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როდესაც ჰაიდენჰაიმის მხრიდან ინტერესის შესახებ გავიგე, გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა, იმიტომ რომ კალსრუეში გუნდის ლიდერი ვიყავი და გულშემატკივრებს ძალიან ვუყვარდი. თუმცა ყოველთვის ვოცნებობდი ბუნდესლიგაში თამაშზე და როდესაც ასეთი შესაძლებლობა მომეცა, მისი ხელიდან გაშვება არ მინდოდა. მოხარული ვარო რამდენიმე კვირაში ბუნდესლიგაში ვითამაშებ. მოედანზე ბოლომდე ვიხარჯები. მიყვარს გოლების გატანა და ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდს დავეხმარო. განაცხადა ზივზივაძე. ნაპოლის მორიგი გამარჯვება კვარაცხელიას გარეშე და ხვიჩას მომავალი. ყველაფერი ნათელი ხდება. იტალიის სერიას მორიგ ტურში ნაპოლი ფიორენტინას ესტუმრა და საკმაოდ მარტივად 3-0 დაამარცხა. გულშემატკივრებმა კი საკმაოდ მხიარული მატჩი იხილეს. მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, თუმცა უფრო ზუსტი პარტენოპე იყო. აღსანიშნავია, რომ თამაში მონაწილეობა ხვიჩა კვარაცხელიას არ მიუღია, რადგან გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველ ფეხბურთელს კვლავ მუხლის ტრავმა აქვს და მისი დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება გატანილი გოლის ავტორებს, ნაპოლის მხრიდან გოლები დავით ნერეშმა, ლუკაკუმ და მაკტომინეიმ გაიტანეს. მაგრამ სამწუხარო ფაქტი გახლავთ ის, რომ კვარაცხელიაზე წინ დავით ნერეშ უფრო და უფრო მეტი გულშემატკივარი აყენებს და ნეაპოლელი კომაგების სოციალურ ქსელში შემდეგი სახის კომენტარებს წერენ. მეგონა კვარაცხელიას გარეშე არაფერი შეგვეძლო, სინამდვილეში დომინანტური თამაში ვაჩვენეთ. საერთოდ გჭირდება ახლა ხვიჩა? გამოჩნდა, რომ ის გარეშეც გუნდი კარგად ასპარეზობს. ნერეშმა ასე თუ გააგრძელა კვარაცხელიას შაანაცვლებს, საოცარი თამაში იყო, წერენ ნაპოლის ფანები. ასევე სხვადასხვა გადაცემებში იტალიელი ჟურნალისტები ქართველზე საინტერესო კომენტარებს აკეთებენ. მაგალითად ენრიკო ფედელეს შემდეგ კომენტარს აკეთებს. ქართველის მომავალი უკვე განსაზღვრულია, ის გუნდს დატოვებს. ნეაპოლელებს დავით ნერეში კარგი დრიბლინგის გამო მოგწონს, თუმცა არ ვიცი თამაში ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყოს თუ შეცვლაზე შეუშვან. ჩვენი აზრით ხვიჩა მასზე უფრო ტექნიკურია. ასევე მიმდინარე მოვლენებს ხერარდო ფაზანოც გამოეხმაურა. არივედერჩი კვარა, ვერ გეტყვით რამდენად აფასებს ხვიჩას კონტე. ქართველს მუდამ მოგუშულს ვხედავ, რაც ალბათ კონტრაქტის განახლების პრობლემებითა და ფინანსური საკითხითაა გამოწვეული. კონტეს სურს შეგირდი გაცილებით უფრო მშვიდი და გუნდისთვის კონცენტრირებული იყოს. ის რა თქმა უნდა აქ ივნისამდე დარჩება, შემდეგ კი დაგვემშვიდობება, განაცხადა ფაზანო. კვარაცხელიას მომავლის შესახებ იტალიაში უკვე ყველა საუბრობს, ვისაც ამის საშუალება აქვს. არიანაპოლი წერს, რომ კლუბში ისეთი შეგრძნება, თითქოს ხვიჩას კონტრაქტის განახლებაც ბევრს არაფერს შეცვლის და ის გუნდს მაინც დატოვებს. ასევე იტალიელმა ჟურნალისტმა მასიმო სპარნელამ ტივი-ლუნას ეთერში ხვიჩას შესახებ ისაუბრა და საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა. გავრცელებული ინფორმაციით ანტონიო კონტემ კლუბს უკვე შესთავაზა კვარაცხელიას შემცვლელი. საუბარია ფეხბურთელზე, რომელიც იუვენტუსში თამაშობდა და ამჟამად ლივერპულის გარემარბია. ეს კი გახლავთ კიეზა, რომელიც კონტეს ყოველთვის მოსწონდა. აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა შეძენის სურვილი მანჩესტერ სიტის, მანჩესტერ იუნაიტედს, ლივერპულს, ბაიერნს, ბარსასა და პესეჟეს აქვთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხვიჩას კონტრაქტში გამოსასყიდის სახით 80 მილიონი დაფიქსირდება, ქართველი შეძენა ზემოთ ჩამოთვლილი გრანდებიდან ყველა შეიძლება. მამუკა ჯუღელი კი სწორედ ამ რიცხვის დაფიქსირებას ითხოვს. ამასთან სასიხარულო ინფორმაცია არის ის, რომ ცოტა ხნის წინ კატალონიის ბარსელონამ ფეხბურთელების დამატების საკითხი მოაგვარა. კერძოდ აწი კლუბს უფლება ეძლევა წლიური შემოსავლიდან მიღებული თანხის ყოველი ევრო ტრანსფერებში გამოიყენოს. შეიძინოს ის, ვინც უნდა და გადაიხადოს იმდენი, რამდენის შესაძლებლობაც ექნება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. შესაბამისად, ახლა ბარსას ყველანაირი რესურსი აქვს, რათა კვარაცხელიაზე გაიბრძოლოს. დანარჩენს კი უკვე დრო გვიჩვენებს. სად გააგრძელებს კრიშტიანო რონალდუ თავის კარიერას? ლაპორტას ბოდიში, რაბედიელის ოლმოსა და პაუ ვიქტორს. სალაჰის ახალი კლუბი ცნობილი ხდება. ვიდეოს საინტერესო ინფორმაციებით ვაგრძელებთ. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ამ ვიდეოში ჩვენი მიზანი 2000 მოწონება. რის შემდეგაც ახალ ვიდეოზე მუშაობას მალევე დავიწყებ. 3 წლიანი კონტრაქტი. PSG-მ
სალახს შეთავაზება გაუკეთა. დიდი ალბათობით სალაჰი სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვებს, რადგან მხარეები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ აღწევენ. ამ შანსის გამოყენება კი PSG-ს სურს. კერძოდ Qualcomm-ის ინფორმაციით, პარიზული კლუბი ეგვიპტელს 3 წლიან კონტრაქტს თავაზობს და მის გადაბირებას აფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეესწება, მაგრამ ჯერჯერობით ფეხბურთელის პოზიცია ამ ტრანსფერთან დაკავშირებით უცნობია. სად გააგრძელებს კრისტიანო კარიერას? პორტუგალიელმა თავის მომავალზე ისაუბრა. 2025 წლის 9 იანვარს ალ-ნასრი ალ-ახთუთთან საშინაო შეხვედრით დაიწყებს, თუმცა კრისტიანო რონალდომ ტრადიციას არ უღალატა და მომავალი თამაშისთვის დასვენების დღეებშიც ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდა. პორტუგალიელ ვარსკვლავს, რომელსაც 5 თებერვალს 40 წელი უსრულდება, ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულამდე აკავშირებს. თუმცა როგორც ჩანს, თანამშრომლობის გაგრძელება იგეგმება, რაც თავად რონალდომაც დაადასტურა. მე და ჩემი ოჯახი საუდის არაბეთში თავს ბედნიერად ვგრძნობთ. აქ დავიწყეთ ახალი ცხოვრება. ყველაზე მთავარი კი ის გახლავთ, რომ საქმე ძველებული პროფესიონალიზმით ვუდგები. მუხლ ჩაუხრელად ვშრომობ, ვაფასებ კლუბს და მჯერა რომ ბევრი ტიტულების მოგების გარდა ალ-ნასრის უკეთესობისკენ შესვლა შემიძლია. ყველაზე მეტად მსურს ამ გუნდთან ერთად აზიის ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, რაც არარეალურად სულაც არ მეჩვენება. ჯერა რომ ეს წელი როგორც ჩემთვის ასევე ალ-ნასრისთვის გამორჩეული იქნება და სანამ დასახულ მიზნებს არ მივაღწევ არსად წასვლას არ ვაპირებ, განაცხადა კრისტიანო. ლაპორტას ბოდიში, რაბედიელის ოლმოსა და პაუ ვიქტორს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბარსამ ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესა, მაგრამ კატალონიური კლუბი ოლმოსა და ვიქტორის დარეგისტრირებას კვლავ ვერ ახერხებს, მაგრამ ამის მიზეზი ფინანსური პრობლემები არ არის. გავრცელებული ინფორმაციით ბარსას ეს ფეხბურთელები 1 იანვრამდე უნდა დაერეგისტრირებინა, რის გამოც ფეხბურთელებს სათამაშო ლიცენზია ჩამოართვეს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ბარსამ ყველანაირი ფინანსური პრობლემა მოაგვარა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სიტუაცია შეისწავლა და უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან როგორც რეგულაციების 130 და 151 მუხლებში აღნიშნული, თუ ფეხბურთელს სათამაშო ლიცენზია ჩამოერთვა, მას იმავე გუნდის სახელით სათამაშო ლიცენზიის მოპოვება იკრძალება. სპორტის ჟურნალისტის ტონი ხუან მარტის ცნობით კი ლაპორტა ორივე ფეხბურთელს შეხვდა და არსებული სიტუაცია აუხსნა. ოლმომ და ვიქტორმა კი თავისი უკმაყოფილება გამოხატეს, რის შედეგადაც პრეზიდენტისგან ბოდიში მიიღეს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით ლაპორტა უკვე სასამართლოს მიმართავს და ფეხბურთელებს პირდება, რომ მათი რეგისტრაციის საკითხს ესპანეთის სუპერთასის დაწყებამდე მოაგვარებს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაიხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.